მოგესალმებით ჩემო ლამაზო გოგოებო, დღეს გავაკეთოთ, მოდით თქვენთან ერთად უგემრიელესი ეკალა, რომელსაც საბერძნეთში ვერსად ვერ ნახავთ სუპერმარკეტში ან ბაზარში არ იყიდება, ამიტომ ვიყავი ქალაქგარეთ გასული და ვნახეთ ცოტა ეკლის ბუჩქი და რაც მოვაგროვე, აი იმითი გავაკეთოთ. ავადუყოთ ცხელი წყალი და ჩავყაროთ შიგ ჩვენი გარეცხილი და გასუფთავებული ეკალა. რა თქმა უნდა, წყალში ჩავამატოთ ცოტა მარილი და მოხარშეთ კარგად, სანამ ეკალი, ძალიან დიდხანს ხარშვა არ უნდა, იმიტომ რომ ეკალა ცოტა ჩვილია, მე დამჭირდა სადღაც 10 წუთი, სულ დიდი. შემდეგ ჩემო ლამაზებო გადავწურე ეკალა, გავჭყლიდე ხელით და დავჭერი ესე პატარ-პატარა ნაჭრებად. დავუმატე ნიგოზი, ყველაფერი გავაკეთე თვალის ზომით. მე ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით ერთ მუჭ ეკალაზე რამდენი ნიგოზი და ნიორი დამჭირდა. ნიორი ვიცი, ერთი კბილი აუცილებლად და ნიგოზი ალბათ სადღაც 50 გრამი გახეხილი. დავუმატე აგრეთვე 1 ჩაის კოვზი ძმარი, ცოტა მარილი გემოვნებით, როგორც ხედავთ და თვალის ზომით ძალიან ცოტა ცოცხალი ქინძი დაჭრილი. ეს ყველაფერი ახლა გადაურიოთ ერთმანეთში, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა და გაუჯდეს ყველა ინგრედიენტი ჩვენ ეკალას. აქ როგორც ხედავთ უკვე გადაურიე, გამოვიდა უგემრიელესი, სურვილი ნამდვილად მოვიკალი ჩემო ლამაზებო. მე კი ახლა გემშვიდობებით, შემდეგ გემრიელ ვიდეომდე გოცნით ყველას და დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისთვის.